რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა მედია ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელთა შორის არის New York Times-ი, Associated Press-ი, Washington Post-ი, Reuters-ი, ტელეკომპანია Newsmax-ი, CNN-ი, Fox News-ი და სხვები. მათ განაცხადეს, რომ ისინი ხელს არ აწერენ პენტაგონის ახალ პოლიტიკას ჟურნალისტებთან დაკავშირებით, პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში საუბარი არის თავდაცვის სამინისტროს, რომელსაც ამჟამად ტრამპის ადმინისტრაცია უკვე უწოდებს ომის დეპარტამენტს, სამინისტროს ახალ მოთხოვნებზე, რომელიც უწყება მედია ორგანიზაციებს მიმდინარე წლის სექტემბერში გაუგზავნა მოთხოვნების მიხედვით ჟურნალისტებს ეკრძალებათ ამერიკის თავდაცვის უწყების, ანუ პენტაგონის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გადაადგილება თანხლები პირის გარეშე ან სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე, ასევე ახალი წესები ჟურნალისტებისთვის ითვალისწინებს თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტის უფლებას ჩამოართვას ჟურნალის აკრედიტაცია, თუ ჟურნალისტი მოითხოვს გასაიდუმლებულ ინფორმაციას, რომელიც არ არის პუბლიკაციისთვის დამტკიცებული თვითონ პენტაგონის მიერ. განცხადებებში დასავლური მედია ერთობლივ განცხადებაში და ასევე ინდივიდუალურ განცხადებებში აღნიშნავენ, რომ პენტაგონის ახალი შეზღუდვები ძირს უთხრის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იცავდნენ წლების განმავლობაში, პრესის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლების გავრცელება, რომელიც გარანტირებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით, ვკითხულობთ მედია ორგანიზაციების განცხადებაში. New York Times-ი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები არ მოაწერენ ასეთ პოლიტიკას ხელს, რომელიც ემუქრება მათ დასჯით, იმიტომ რომ ისინი ინფორმაციას აგროვებენ. New York Times-ი ხაზს უსვამს, რომ ამერიკელი გადამხდელები ყოველწლიურად ხარჯავენ $1 ტრილიონ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე და მათ აქვთ უფლება იცოდნენ, როგორ მუშაობს მთავრობა და შეერაღებული ძალები. ასეთი კომენტარი გამოქვეყნდა პლატფორმა X-ზე New York Times-ის მიერ, რომელიც გადააზიარა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა და როგორც ხედავთ, გადააზიარა მხოლოდ ემოჯის გამოყენებით, სადაც ის New York Times ხელს უქნევს. შემდგომ კი გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ პენტაგონზე წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება. მე წაგიკითხავთ მთლიანად იმ განცხადებას, რომელიც პიტ ჰექსეტმა გააკეთა პლატფორმა X-ზე. პრესის შესახებ ინსტრუქცია განსაკუთრებულად სულელებისთვის. პრესა აღარ სეირნობს თავისუფლად და უნდა ეკეთოს თვალსაჩინო სამკერდე ნიშანი. აკრედიტირებულ პრესას აღარ ექნება უფლება შეაგულიანოს დანაშაულებრივი ქმედება. დასრულდა. პენტაგონს ახლა იგივე წესები აქვს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო ბაზას, განაცხადა პიტ ჰექსეტმა.